პოეტის მიერ წარმოთქმულ სტრიქონს ძმობაზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე ღვთაებრივი ძალა აქვს. მისი პოეზიის სიბრძნის წყაროა, იგი დაღესტანში ცხოვრები ხალხების სულის მესაიდუმლოა. რასულ გამზათობის შემოქმედებასა და მოღვაწეობაში პირველ რიგში მისი მოქალაქეობრივი პოზიციაა დაყენებული. მთელი მისი დიადი შემოქმედება ხალხის სამსახურში დგას. საქართველო დიადი ქვეყანაა. დიადი შოთა რუსთაველის სამშობლო. მას დიდი ხნის მანძილზე, ასე ვთქვათ, შესუნთქვის ხანა ჰქონდა, ახლა კი დადგა ამოსუნთქვის დრო. როგორც ცნობილია, ვინც ეძიებს, იგი ჰპოვებს. ჩვენ სწორედ ძიების გზაზე ვართ და მჯერა, რომ ვპოვებთ ჩვენს მიზანს. სხვანაირად შეუძლებელია. პოეტისა და მოქალაქის სურვილი საქართველოზე ნათქვამი გულწრფელი სიტყვებია იმ ქვეყანაზე, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მეგობრობას პირველ რიგში აყენებდა. მიხარია, რომ ამ წმინდა მიწაზე ვარ, რომელზეც ცხოვრობს ერი, რომელსაც ღმერთმა მოხმარლა შემოქმედებითი ნიჭი. ნიჭი სიმღერის, ცეკვის, სიყვარულის, მეგობრობის. მიხარია, რომ ამ რთულ დროს მსოფლიოს ხალხებმა მიაპყრეს თავიანთი ყურადღება საქართველოს. და ეს მოხდა სწორედ ხელოვნების, ბუნების წყალობით. მე ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში ქართველებთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. აქ 80 ერი ცხოვრობს და ყველა მათგანს აქვს საშუალება, რომ დატკბეს აქ ცხოვრებით, სიმღერით, ცეკვით, ხელოვნებით, სიყვარულით. ეს გმირი ხალხი ასრულებს თავის ღვთისაგან მომადლებულ დანიშნულებას და ქმნის ხელოვნებას, ახორციელებს თავის შინაგან ნიჭსა და შემართებას. როდესაც გვესმის დოლების ხმა, მსოფლიო აღფრთოვანებული შესწერის ამ ცეცხლოვან სანახაობას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ქართული ბუნება და ღმერთმა ეს ერი სწორედ ხელოვნების, სიყვარულისა და მეგობრობისათვის შექმნა. ქართველების გარეშე საქართველო ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქვეყანა იქნებოდა. სწორედ ამ ხელოვნებამ და სიყვარულმა გაგვიყვანა მსოფლიო არენა. კეთილდღეობა და ბედნიერი მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ვერანაირი ძალა ვერ მოახერხებს ამ პროცესების შეჩერებას. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველო მთელ მსოფლიოს უჩვენებს იმის მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, რათა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. დადგება დრო და ეს უხეში, უცხო ძალა აუცილებლად წავა კავკასიიდან. ან ძალით გაიყვანენ, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად, ისე როგორც ყოველთვის ვიყავით. დიახ, ვერანაირი იმპერიული ამბიციების მქონე მესამე ძალა ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ორი მოწმე ხალხის მეგობრობას, რომლებიც საერთო ბედით და ერთმანეთისადმი სიყვარულით არიან დაკავშირებული. საქართველო ხშირად მესიძრება ხოლმე. ძალიან ბევრი რამ აკავშირებს მასთან. დიდი პოეტის სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმ სიყვარულს, რომლის გარეშეც მრავალ დაღესტნელ სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან, უძველესი კულტურის მქონე უძველეს ქვეყანასთან. დაღესტანელი ხალხი ტრადიციულად ქართველების პარტნიორები, მეგობრები იყვნენ და მე დარწმუნებულია, რომ ისაც ისტორიულად იყო, 10-ის ყოველთვის ასე იქნება. მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამტკიცდება. ამის დასტურია ქალაქ თბილისის მერის სიტყვებიც. ქალაქისა, რომელიც უსაზღვროდ უყვართ დაღესტნელებს. მე ვფიქრობ, რომ მომავალი ურთიერთობები დაღესტანსა და საქართველოს შორის ძალიან ნათელი და კეთილი იქნება. მინდა ვუსურვო მოწმე დაღესტნელ ხალხს შვიდობა, კეთილდღეობა. მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. Я желаю вам всего самого наилучшего.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კეთილის ურვილები საუკეთესოდ გადმოსცემს იმ მეგობრულ გზნობებს, რომლებმაც უნდა გააერთიანონ ხალხები. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც საქართველო და დაღესტანი რთულ გზაზე დგანან და იმპერიული დამპყრობელი ძალა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. ამ ცდილობათა მაგალითია ის მძიმე დღეები, რომლებიც საქართველომ გადაიტანა მცირე ხნის წინ, როცა 2008 წლის აგვისტოში წინააღმდა აგრესორს და მთავრობამ და ხალხმა ერთსულოვნად უთხრეს მოძალადეს არა. დღეს ერის სულიერი მწყემსის სიტყვები ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა შეისმინოს და გაუწოდოს ერთმანეთს მეგობრობის ხელი. ეს დაგვეხმარება სიძნელეთა გადალახვაში და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ბოლოს კი გსურს კიდევ ერთხელ გადაუხადოთ მადლობა ქართველ და დაღესტნელ ხალხებს მათი მეგობრობისა და ორი ერის ნათელი მომავლის რწმენისათვის.